სპორტული ჟურნალისტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს პადელის ტურნირით გაიხსნა. ოლიმპიკის აუზთან მდებარე კორტებზე შეჯიბრის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. მთავარი პრიზისთვის 8 გუნდი იბრძოდა. ჩემპიონი ლაშა რამაზიშვილისა და ირაკლი ფოფხაძის წყვილი გახდა. პირველი არხის წარმომადგენელმა ცოტნე ქინქლაძემ კი ასპარეზობა ფინალში დაასრულა. პრიზორები მედლებით, სიგელებითა და სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ. მომდევნო დღეებში მედიის წარმომადგენლებისთვის ავტოსლალომისა და ფეხბურთის ტურნირები იგეგმება. იყო გართობაც, იყო აზარტიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ზოგადად მედია ტურნირების ჩატარების დროს არის ის, რომ სპორტული ჟურნალისტები ერთმანეთს ხვდებით, ვატარებთ საინტერესო დღეს და გამარჯვება მეორე ხარისხოვანია ხოლმე. ასეთ დროს, მაგრამ თუ ამას ემატება ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიამოვნოა. ძალიან კარგია ასეთ ტურნირებში მონაწილეობის მიღება, კოლეგა მეგობრების კიდევ უფრო კარგად გაცნობა და ახლოს გაცნობა, მსგავსი აქტივობები, სპორტული აქტივობები სასიამოვნოა და ეს სპორტსაც ხელს უწყობს და ცხადია ჩვენს დაახლოვებასაც და ზოგადად სპორტის განვითარებას. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდე დაიგეგმება ასეთი ღონისძიებები და შემდეგში აუცილებლად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მედია ტურნირების სერია დაიწყო პადელით, რომელიც დღითი დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენმა ტურნირმაც საინტერესო ჩაიარა და ვფიქრობ, ღირსეული გამარჯვებულები გვყავს. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია სპორტის სამინისტროსთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.